წარმოიდგინეთ ეპოქა, როდესაც ბაზარში საყიდლებზე წასვლამ სუბუქ საფურესთან კი არა რამდენიმე კილოგრამი ლითონის ტარებასთან ასოცირდებოდა. ზუსტად ასეთი ვითარება იყო მე-17 საუკუნის შვედეთში, სადაც გადახდის საშუალებად უზარმაზარი და მძიმე სპილენძის ფილები გამოიყენებოდა. სწორედ ამ დისკომფორტმა დაუდო საფუძველი მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას. 1661 წელს ევროპაში პირველი ქაღალდის ფულის ბანკნოტის დაბადებას. ამ რევოლუციური იდეის ავტორი და ინიციატორი სტოკჰოლმის ბანკის დამფუძნებელი იოჰან პალმსტრუხი გახლდათ. მან მოსახლეობას სრულიად ახალი ალტერნატივა შესთავაზა. მათ შეეძლოთ შეეტანათ თავიანთი მძიმე სპილენძის მონეტები ბანკში და სანაცვლოდ მიიღოთ სპეციალური ქაღალდის ხელწერილი, საკრედიტო ქვითარი. ეს ქაღალდი ადასტურებდა, რომ მის მფლობელს ბანკში გარკვეული რაოდენობის ლითონი ჰქონდა შენახული. მაშინდელი საზოგადოებისთვის ეს წარმოუდგენელ კომფორტს ნიშნავდა. პირველი ბანკნოტი არ იყო უბრალოდ ფული. ის იყო ნდობისა და პროგრესის სიმბოლო, რომლითაც ადამიანებს შეეძლოთ ვაჭრობა, ისე რომ ფიზიკურად არ ეტარებინათ მძიმე ტვირთი. ამ სიახლემ შვედეთში ნამდვილი ფურორი მოახდინა და ეკონომიკური პროცესები საგრძნობლად გაამართება. თუმცა პალმსტრუხის ინოვაციას მალევე მოჰყვა ევროპაში პირველი ფინანსური კრიზისიც. ბანკმა ცდუნებას ვერ გაუძლო და დაიწყო იმაზე მეტი ქაღალდის ფულის ბეჭვდა და სესხად-გაცემა, ვიდრე რეალურად გააჩნდა სპილენძის მარაგი. როდესაც მოსახლეობაში ნდობა შეიყა და ყველამ ერთდროულად მოითხოვა თავისი ლითონის უკან დაბრუნება, სტოკჰოლმის ბანკმა ვალდებულებების გასტუმრება ვეღარ შეძლო და გაკოტრდა. იოჰან პალმსტრუხს ეკონომიკური ზარალისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც მოგვიანებით მრავალწლიანი პატიმრობით შეუცვალეს. მიუხედავად ამ სავალალო და დრამატული დასასრულისა, პირველი ბანკნოტის იდეა არ მომკვდარა. მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საბანკო სისტემას. შვედეთის მთავრობამ კარგად შეისწავლა პირველი ბანკნოტისგან მიღებული მწარე გაკვეთილი და რამდენიმე წლის შემდეგ დააარსა რიქსბანკი, მსოფლიოში პირველი ცენტრალური ბანკი, რომელმაც ფულის ემისიის მკაცრი კონტროლი დაიწყო. სულ მალე 1694 წელს ეს პრაქტიკა ინგლისის ბანკმაც აიტაცა და საკუთარი ბანკნოტების გამოშვება დაიწყო. ამან ქაღალდის ფულის კონცეფცია ჯერ მთელ ევროპაში, მოგვიანებით კი დანარჩენ მსოფლიოში გაავრცელა და გლობალური ეკონომიკის განუყოფელ ნაწილადაც აქცია. დღეს, როდესაც მსოფლიო პლასტიკურ ბარათებსა და ციფრულ ვალუტებზეა გადასული, 1661 წლის ისტორია გვახსენებს, რომ ეკონომიკური პროგრესი ხშირად გაბედული, თუნდაც რისკიანი იდეებით იწყება, რომლებიც კაცობრიობის ისტორიას სამუდამოდ ცვლიან.